მაშასე, ეხლა ვისაუბროთ ფრინველის ნაზლაური ინფექციების პროფილაქტიკაზე ბიოლოგიური მეთოდებით. ფერმებში, როგორც წესი, ტეტრაციკლინს იყენებენ. ეს ანტიბიოტიკი, გარდა იმისა, რომ ანტიბიოტიკია, სუსტი ზრდის სტიმულატორის არის ფრინველისათვის. ბიომეურნეობაში, რა თქმა უნდა, ეს არ გვინდა, რადგან როცა ფრინველს საკუთარი შვილებისა და საკუთარი თავისათვის ზრდის, რატომ უნდა ვყლაპოთ ტეტრაციკლინი ხორცთან ერთად, ხო? გარდა ამისა, მისი ფრინველის ნაკელი ხო საუკეთესო სასუქია, მაგრამ ეხლა მის ნაკელშიდაც ტეტრაციკლინი იქნება. აუცილებლად და მე ის მოხდება მცენარეებთან. ეხლა გვინდა ჩვენ ეს ყველაფერი. მე მგონი რომ არ გვინდა. საერთოდ რეკომენდირებულია დაკვლამდე 2 კვირით ადრე ტეტრაციკლინი შეწყდეს. და ამ აკრძალვას ან იცავენ, ან არ იცავენ. ყოველ შემთხვევაში მე არ შემიმოწმებია. ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში ასეთი შეზღუდვა, რომ 2 კვირით ადრე უნდა დაკვლამდე 2 კვირით ადრე უნდა შეწყვიტო, ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. ახლა მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი თქვენთვის მოსახერხებელი და იაფი, მაგრამ უმჯობესია თუ ყველა მათგანს გამოიყენებთ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიხშირით. რა თქმა უნდა, ტეტრაციკლინის მიცემა უფრო იაფი დაჯდება, მაგრამ მე ვიმეორებ ასეთნაირად, ანუ ბიოლოგიური მეთოდებით გაზრდილ ფრინველს ფასი არ აქვს, უпростоრად შეუფასებელია. აი, რამდენი უნდა გადამიხადონ ეხლა, რომ ესენი ან მათი კვერცხის გაყიდვა რომ დავაპირო, ხო? შანსი არ არის გავყიდო. და ეხლა თავად რეცეპტებზე. პირველი ვარიანტი, დანაყილი 2-4 კბილი ნიორი 1 ლიტრ წყალში კვირაში 2-ჯერ მაქსიმუმ. შემდეგ მეორე ვარიანტი 5-10 მილილიტრი ვაშლის ძმარი 1 ლიტრ წყალში. ესეც კვირაში ერთხელ გამოსაყენებლად. შემდეგ ცოცხალი იოგურტი ან მაწონი, მაწონი ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს, ლაქტო ან ბიფიდობაქტერიებს. აი, იოგურტი ყველა არ შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს. აი, უნდა იყოს ცოცხალი. და თან ესენი უნდა იყონ უშაქრო და გემოს გამაძლიერებლების ან ხელოვნური დამრგებლობის გარეშე. მისაცემად საჭირო არის ცოტა, საუკეთესო ვარიანტია თუ მივცემთ სიმინდის ან ხორბლის ფქვილთან ერთად 5-10 გრამს, ანუ 1-2 ჩაის კოვს იოგურტს ან მაწონს თითო ფრინველზე. შემდეგ ჭინჭრის ნაყენი 20-40 გრამი ჭინჭარი უნდა დავასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დავაყენოთ 20 წუთის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ან 2-ჯერ შეიძლება რომ მივცეთ. ეს მამალი ძალიან ჩხავანა მყავს, მაგრამ რაც თავარი აქტიურიც არის. შემდეგ მშრალი სპირულინა 1 გრამი litrში, ანუ სპლატი რომ ავიღოთ, რომელიც შედარებით იაფი პრეპარატია სპირულინასი, 4 აბი 1 ლიტრა წყალში. ეხლა სპლატი 4 ლარი ღირს 20 აბი, ანუ ერთი მიცემა სადღაც 80 თეთრი გიჯდებათ. ეს კვირაში ერთხელ შეიძლება რომ გავაკეთოთ. ეს რაც შეეხება იმას, თავად ფრინველს რა უნდა ვაჭამოთ ან დავალევინოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ, ახლა აქ ხედავთ, საფენად უგიათ თივა. აი, ფრინველის საფენი ან ფრინველის საფენი, რომელიც თივა ან ახერხი იქნება, ეს უნდა დამუშავდეს ტრიქოდერმით ან ბიოდესტრუქტორით. აი, ტრიქოდერმა მაგალითად შეიძლება თბილისში შევიძინოთ აი ესეთი ბიოკატენა ბიოაგროს პროდუქცია გახლავთ. თუ მაინც და მაინც გამოწერა გინდათ, ვთქვათ, აგერ არის ბელარუსული გლიოკლაძინი. ეხლა აი ამ საფენის დამუშავება 2 კვირაში ერთხელ საჭიროა ტრიქოდერმით, ან საერთოდ ერთხელ 2 თვეში ბიოდესტრუქტორით. ხო და ბიოდესტრუქტორს ის უპირატესობა აქვს, რომ აი ბიოკატენა ამ შემთხვევაში ტრიქოდერმა ან ნებისმიერი ტრიქოდერმის პრეპარატი სუნს ასუსტებს, სერიოზულად ასუსტებს, მაგრამ ბიოდესტრუქტორი პრაქტიკულად აქრობს ფრინველის სუნს. ეს ერთი და გარდა ამისა
ახდენს თქვათ ფრინველის ფეკალიების დეზინფექციას. ეხლა ასეთი რამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია თბილისში ყიდვა. ეს არის 2x2 ადგილობრივი წარმოებლისაგან. იმიტომ რომ ინტერნეტში რო ვიყიდოთ, თქვათ იგივე ბიოდესტრუქტორის ანალოგი არის ბაიკალ-ემერთი. არ ვიცით რა ხარისხისა არის, ის უნდა ვიყიდოთ არა მწარმოებლისაგან, არამედ დისტრიბუტორისაგან. დისტრიბუტორს როგორ ქონდა შენახული და გზაში როგორ პირობებში იმოგზაურა, ეს ყოველთვის საეჭვო სიტუაცია არის. ეხლა ინტერნეტით გამომიწერია და მიმიღია, კარგიც მიმიღია და გაფუჭებულიც. გაფუჭებული სავარაუდოდ სიცხის გამო იყო. ეხლა მე როგორც წესი ბიოპრეპარატისაგან ჯერ აქტიური ორგანიზმის სუფთა კულტურის გამოყენებას ვახდენ და შემდეგ თვითონ ვამრავლებ. ასე რომ 99%-იც რომ იყოს აი ამ ბიოპრეპარატში მოქმედი მიკროორგანიზმი დახოცილი, ერთ თვეში მე მაინც მექნება კარგად მომუშავე აქტიური ბიოპრეპარატი. ეს მე სავალდებულო კი არ არის მე ვიყო, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს რაღაც მცირე უნარჩვევები მიკრობიოლოგისა, შეძლებს ამ ტრიხოდერმა მაინც განსაკუთრებით იოლი გასამრავლებელი გახლავთ. აი ვისაც ეს არ შეუძლია ინტერნეტით ნაყიდი შეიძლება არ გამოადგეს, ამიტომ ადგილზე თბილისშივე სჯობია ყიდვა. ეს პრეპარატები გარდა იმისა, რომ საფენის დეზინფექციას ახდენს, როგორც გითხარით, სუნსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. უпростоრად, როგორც გითხარით, ტრიქოდერმა ამცირებს, ხოლო ბიოდესტრუქტორი პრაქტიკულად აქრობს აი ამ სუნს. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.